ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს არის საქმე რადიო პალიტასა და პალიტა TV-ზე, ჩვენ თქვენ უსმენთ და უყურებთ პალიტა TV-ს და რაც თავარია თქვენ უყურებთ პალიტა TV-ს მთელი საქართველოს მასშტაბით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ პალიტა გადის უკვე მთელ საქართველოზე და შესაბამისად შეიძლება ჩვენ დაგვირეკო კიდევაც იმ რეგიონებიდან, სადაც ჩაი არის ნომერი პირველი. ან ყოველ შემთხვევაში იყო ნომერი პირველი და რაღაც გარკვეული ნოსტალგიებიც კი არსებობს ამასთან დაკავშირებით. სვენელმა თქვა, რომ გვერდით ბიზნესზე, ან გვერდით პროდუქტებზე, ესე ვთქვათ. პრინციპში ამ თვალსაზრისით ახლა რომ ნახოთ ის უფრო ტრადიციული ქვეყნების, ასე ვთქვათ, ჩინეთი, ან მაგალითად იაპონია, თქვათ უფრო ახლოს საქართველოს თქვათ განეთან, ხო? იქ გასაგები ხარ ჩაის სხვა კულტია და მთელი ცერემონია არსებობს ჩაის, რაც საქართველოში არ არის ბუნებრივია, მაგრამ თვითონ როგორც ჩაი, როგორც სასმელის იქით თუ გამოიყენება რაღაცა თქვათ იგივე რაღაცა სამკურნალო ან ჰომეოპათიურ რაღაცა ან თუნდაც სპა ბოლოდოს ძალიან პოპულარულია. კი ბატონო, კი როგორ არ გამოიყენება, ის ფართოდ გავრცელებულია. საერთოდ უნდა განისაზღვროს ჩვენი ჩაის ალბათ ფიზიკურ-ქიმიური, ორგანოლეპტიკური მახასიათებლები. ჩვენ შევქმნით კომისია და რამოდენიმე თვის წინ და მიზანმიმართულად მუშაობთ იმისთვის, რომ მთლიანობაში გავშალოთ ეს თემა, ვიცოდეთ რეალურად რა გვაქვს, რაც გვაქვს, რა პერსპექტივაა. მე წერან საუბრობდე ზუსტად იმაზე, რომ მჟავე ნიადაგებში ჩაის ალტერნატივა არ აქვს, არის დახრილი ლიცაბო ნიადაგები, რომელიც იქ არ შეიძლება ვთქვათ იმ ჩაის ამოძირკვა და სხვა კულტურის გაშენება, იმიტომ ჩაი რეალურად ამაგრებს კიდევ ამ ფერდობებს, ბევრი პლუსი აქვს ჩაის და ყველაზე ძლიერი სცენარია ალბათ ერთ-ერთი, რაც რამოდენიმეჯერ გადაწვეს, რამოდენიმეჯერ ასე ვთქვათ, პრობლემები შეუქმნეს და არის ის ჩაი მაინც დგას ფეხზე, ძალიან ბევრი ვნახეთ ჩვენ ხო ვათვალიერებთ, სწავლობთ ამ სიტუაციას. ისეთ იყო პროცესი, დაიწყო ჯერ კიდევ მახსოვს 97-ში თუ 18 წელს, როცა ჰქონდათ სურვილი გადარჩენის, თუმცა რაღაც არ მოხერხდა ისე, როგორც უნდა გაკეთებული იყოს, სხვა მიმართულებით წავიდა პროცესი. ნაწილობრივ შეიძლება ითქვას, რომ იმ მომენტში რო არ ყოფილიყო ესეთი ჩარევა, საერთოდ ვერ გადარჩებოდა ის ფართობები, რაც დღეს გვაქვს ჩვენ რეალურად 8000 ჰექტარზე მეტი და მიდის ახლა ზუსტი აღწერვა, პირველი დავალება კომისიას, რაც აქვს, ეს არის ზუსტი აღწერვა, რა გვაქვს დღეისათვის. აქედან საკრებ მდგომარეობაში არის დაახლოებით 1700 ჰექტრამდე. შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით რასაც ჩვენ ფიქრობთ 4000-5000 ჰექტრამდე შეიძლება ავიდეს ის ფართობები წინასწარი მონახაზით, რომლის გადარჩენა შეიძლება და გარკვეული მუშაობის ჩატარების შემდეგ იქ დავიწყოთ ჩვენ ჩაის კრეფა. ჩვენთან მოსავალიც ძალიან დაბალია, ეს პრობლემა საერთოდ ყველა დარგს აჩნია, წერან თხილი ვახსენეთ ჩვენ და თხილშიც დაბალი გვაქვს, სამწუხაროდ, კარტოფილშიც და სხვა, თუმცა ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმები გვაქვს და მუშაობთ, აი ამას წინათ იყო საუბარი, საზამთროს რეალიზაცია, ფასი, ახლა სეზონია, ძალიან მაღალია მოსავალი და ის რაც იყო თქვათ საშუალოდ სადღაც ალბათ 15 ტონა, 17 ტონა, არის ტერიტორიები, სადაც ეს 50-იც არის, 60-იც, 70-იც. ძალიან მაღალი მოსავალი იყო ხორბლის, ქერის და ჩვენ წერან საუბარში კომბაინები ვახსენეთ და წელს შეიქმნა გარკვეულწილად პრობლემა, თუმცა ყველანაირად ვცდილობთ, რომ არავინ არ დაგჭეს ისე და მობილიზებულია ყველაფერი, გამოწვეულია იქიდან, რომ საშუალო საგიხტრო მოსავალი თუ იყო თქვა ტონა ნახევარი, ტონა 700 იყო წლები, სადაც ტონა იყო საერთოდ, წელს 3-ს გადააჭარბა. ასე რომ და ეს გამოწვეულია იმით, რომ თავის დროზე ჩვენ ვიმუშავეთ და აქ შემოვიდა ის თესლი, რომელიც აპრობირებულია, რომელიც გასინჯულია და ასე შემდეგ. ეს ყველა მიმართულებას ეხება, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ჩაის რო დაუბრუნდეთ, ჩვენ აუცილებლად უნდა ავწიოთ საგექტრო მოსავალი და ის
რაოდენობა რაც დღეს იკრიფება, საშუალოდ ალბათ ტონა ნახევარი, ეს ძალიან მცირე. უნდა იყოს დაახლოებით 4-დან 5 ტონამდე, 5 ტონის შემთხვევაში 1 ტონა არის უკვე ფაქტიურად მზა ჩაი. თუ ჩვენ ეს პრინციპი არ დავნერგებთ და თუ აქ კონკრეტულად არ ვიმუშავებთ სწორედ, ხო, ვიცით, მუდმივად იქნება ეს ჩაი არაკონკურენტუნარიანი. მოძებნელი არის ხაზი, მოусმინოთ მას, გამარჯობა, თქვენ ბიზნესში. ზანეთ. გამარჯობა გიორგი, მივესალმებით თქვენთვისაც. გამარჯობა. თქვენთან ადრე აგროდაზღლობთან დაკავშირებით თუმარი ხავდათ. დიახ. კითხვა დავჭირდა, გამეორდები მინისტრის მოადგილე თქვენთან როგორც იცით ხო? დიახ, ბატონო. ეხლა ჩაის კულტურა იქნება თუ ვენაში იქნება თუ სხვა მოცი არ აქვს მნიშვნელობა, ბატონო მინისტრი იმართა უკვე. აქ შემთხვევაში ფერმერების უმრავლესობა სარგებლობს აგროკრედიტით, სადაც არამონაწილეობს სახელმწიფო ყოველწლიურად. მაგრამ ახალგაშენებულ კულტურებში დაზღვევა არ მოქმედებს. აი ხა მაგალითად გავუშვი 4 ჰექტარი ვენახი სხვადასხვა პერსპექტივაში შედის აუჯახო მანუსით და ადამიანის და შიშით ავარე, იმიტომ რომ ეხლა რომ მოვიდეს ეთქვა პრაქტიკულად მე ბინი თუძრი რო ყოფილი მაქვს ეს კი არის აგროკრედიტი, მაგრამ შეიძლება გავყოთ სახით გავყიდო ამის გულისით. ანუ როგორ განვითარდება აგროდარგი ახალი კულტურების აგროკრედიტთან მიმართებაში, თუმცა არ ექნება აგროდაზღვევა. აზრობ მხოლოდ ნაყოფს, მაგალითად ყურძენს, არა ვენას. აი როგორ უნდა ავიღოთ ეს კი ბინა ჩავდო ამ შემთხვევაში როგორ უნდა გავაშენო ვენახი, თუმცა არ ექნება უკან დაზღვევა. ეს ძალიან საჭიროა საკითხია. თქვენ აი რა ვფიქრობთ ამაზე და როგორ უნდა გადაწყვეტოთ ხოლმე. დიდი მადლობა ზარისთვის 2017-139, 2018-139 დაგვირეკეთ. კი ბატონო, დაზღვევაზეც ვისაუბროთ, მე მგონი ახლა განსაკუთრებით მარტო ჩაიზეა როგორ თქვი. ჩაის დაუბრუნდები კიდევ გვაქვს. კი, აუცილებლად. აგროდაზღვევა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და საერთოდ ქვეყნისთვის. მე როცა მეძლევა საშუალება ყოველთვის ვიძახი ვახსენებ საზოგადოებას, რომ ზუსტად 1 წელი ხდება აგვისტოს თვეში ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა, ძალიან სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილება. ძალიან დიდი თანადაფინანსებით შევედით და სადაზღვევო კომპანიები, სადაც გამოცდილება ფაქტიურად არ იყო, შემოვიყვანეთ ამ თამაში. დღეს ჩვენ უფრთხილდებით როგორც სადაზღვევო კომპანიებს, ისე ბენეფიციარებს. არის ძალიან ბევრი გაურკვევლობები, არის ძალიან ბევრი საკამათო სიტუაცია, გუში მქონდა ესეთი სიტუაცია სიღნაღის რაიონში, გამგებელი ჩამოყვა, დეპუტატმა დამირეკა, დაიბარეს სადაზღვევო კომპანიები, იქ იყო გარკვეული ტექნიკური შეცდომები, იქ იყო რაღაც არასწორი ჩანაწერები, ყველაფერი გავარკვიეთ, ყველაფერი დაალაგდა. შენიშვნა მიიღო სადაზღვევო კომპანიის ოფიცერმა, რომელსაც არასწორად გააკეთა, იქაც ხდება ესეთი საკითხები, არ არის ყველაფერი ასე ვთქვათ ეს დაალაგებული და დახვეწილი, რაც თქვენ ბრძანებთ, ხო მე უბრალოდ მაინტერესებს რომელ რაიონში ეს იქ ჩვენი ეს ექსტენსიის სამსახურები აქტიურად მუშაობენ, რომ ყველანაირად დაეხმარონ ჩვენს გლეხებს ფერმერებს აუხსნან კონკრეტულად რა შეუძლიათ, რა უფლებები აქვთ, როგორ უნდა დააყენონ საკითხები, ასე ვთქვათ, შუამდგომლობის მდგომარეობიდან ჩვენ არ გამოვდივართ, გვინდა რომ მაქსიმალურად ორივე პოზიციას მივეხმაროთ. ეს არის ახალი თემა, ეს თემა ნელ-ნელა ლაგდება და მე მგონი საზოგადოება მიხვდა, რომ სხვა ალტერნატივა ნამდვილად არ აქვს, იმიტომ რომ ყველა ადამიანმა უნდა იზრუნოს თავისი მოსავლის დაზღვევაზე. სანამ სახელმწიფო გვერდში დგას, სანამ სახელმწიფო თანადაფინანსებით მონაწილეობს და კიდევ გეხმარებათ ერთსაც და მეორე პოზიციასაც და ჩვენ თვლით რომ ეს ჩვენი ფუნქციაა, სანამ ეს ყველაფერი არ დაალაგდება, აი მე როცა ეს ყველაფერი დაიხვეწება, რა თქმა უნდა სახელმწიფო გამოიწევა გვერდზე და დარჩება მაყურებლის როლში და დაზღვევა და ფერმერი იმუშავებენ და იქ უკვე ყველაფერი დამოკიდებულია მათ კონტრაქტზე, მათ პირობებზე და ასე შემდეგ. ეს პროდუქტი რო გაჩნდა, მე ვთვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის. ეხლა ისე ჩაის თემას დაუბრუნდები მე. ჩვენ ჩაი გვინდა გადავაქციოთ ისეთივე ბრენდად საქართველოსი, როგორიც არის ღვინო. როგორც ვთვლით რომ უნდა იყოს ციტრუსი, თხილი, თაფლი. ჩვენი ნიშა
მსოფლიო ბაზარზე უნდა გახდეს გამორჩეული პროდუქტები. ეს უნდა იყოს ეგრეთ წოდებული გეოგრაფიული წარმოშობის ბრენდული პროდუქტები მომავალში და იმედია ჩვენ დავხვეწთ ბიოწარმოებას, საკმაოდ რთული პროცესებია, არ არის ძალიან მარტივი, მაგრამ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, ჩვენი მიკროკლიმატი, ჩვენი ნიადაგები გვაძლევს ამის საშუალებას, გვაქვს ძალიან ბევრი სუფთა ზონა და ვფიქრობთ, რომ ძალიან კონკრეტული პროგრამა გვექნება აქაც. ჩაის მომხმარებელი ჩვენ წერილს საუბრობდით ახლა ვართ თუ არა ჩვენ მომხმარებლები თვითონ ქვეყანაში. თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენი მოხმარება წლიური ეს დაანგარიშებული იყო ალბათ ჯერ კიდევ კომუნისტების დროს სამწუხაროდ არ არის ახლა ეს ანალიზი მე ვსარგებლობ ასე თქვა ძველი კვლევებით 1 კილოზე ცოტა მეტი იყო მაშინ როდესაც რუსეთში 3 კილოს აღემატებოდა და ინგლისში და ეს ქვეყნებში ეს ჩაის ქვეყანა ვართ, მაგრამ მისი მოხმარებით არა ვართ ასე თქვა, როგორც ღვინოში, მაგრამ ღვინო შეიძლება ლიდერები ვიყოთ, ვართ წარმოებელიც და მომხმარებელიც. თუმცა ჩვენ ჩაის მე წერან ვახსენე, აქვს თავისი გამორჩეული პლუსები და იქ ალბათონმა დარეკა, ხო, ეგ კოსმეტიკასთან დაკავშირებით ახლა. იცით, ტყიბულის მთის ჩაი. აქვს თუ ჩვენ ნახავთ მის ასე თქვა ფიზიკო-ქიმიურ ორგანოტიკულ შემადგენლობებს ნახავთ რომ აქვს გამორჩეული გემოც და გამორჩეული კომპონენტებიც იქ. ანალოგიურად ძალიან ბევრ ადგილას არის ისეთი ტიპის ჩაი, რომელსაც აქვს თავისი გამორჩეული გემო. მე ვერ ვიტყვი რომ ეხლა ეს ჩაი ყველაზე კარგია, ყველაზე უკეთესია, არსებობს პრინციპი კუპაჟირების და დღეს ყველაზე დიდი მოთამაშე ჩვენს ბაზარზე გეოპლანტი გურიელი ამ პრინციპით მუშაობს და სხვანაირად ვერც იმუშაობს ჩვენ ერთ-ერთ კომისიაზე ქონდა ამის განხილვა სხვანაირად ის უბრალოდ ვერ იმუშავებენ იმიტომ ყველა დიდი ბრენდი ამ გზით მიდის კუპაჟირება ჩვეულებრივი მომენტია მაგრამ ჩვენ გვაშფოთებს ისეთი ციფრები რომელიც წერან იქნა გაჟღერებული იმპორტის დიდი მოცულობა გვაქვს ეს ექსპორტი, ეს ალბათ შეიძლება ითქვას, რომ არის უკვე დამამშვიდებელი, თუმცა ამ ექსპორტში დიდი ნაწილი უკავია ეგრეთ წოდებულ აგურა ჩაის, იაფასიან ჩაის და ჩვენი ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყანა არის მონღოლეთი, ხო და ნუ ეს უკვე ნაკლებად დამამშვიდებელია ჩვენი სამაგეროს უხდით ეთყობა ჩინგისხანთან დაკავშირებით. ჩვენ ნამდვილად გვინდა რომ შევქნათ მაღალი ხარისხის პროდუქტი და უკეთესი ბაზრები ავითვისოთ. აი დაფასოებულ ჩაიში მაგალითად იმპორტში აზერბაიჯანი არის ლიდერი ჩვენს ბაზარზე. მაშინ როდესაც აზერბაიჯანი ფაქტიურად წარმოებელი არ არის ჩაის, არის ასე თქვა სხვადასხვა ქვეყნებიდან შემკრები და დამფასოებელი. 3 მილიონს ცილდება აზერბაიჯანის იმპორტი საქართველოში. არის კიდევ თემები, სადაც ეგრეთ წოდებულ გამბაჟების რეჟიმებზე არის სამუშაო ჩვენ მეზობლები, იგივე თურქეთი საკმაოდ მაღალი ტარიფით არის წარმოდგენილი და ჩვენი ჩაი რა თქმა უნდა არა დაფასოებული, უბრალოდ ნედლი გადის იქ და საკმაოდ მაღალი ტარიფით იბეგრება, წარმოუდგენელია 155% არის საბაჟო გადასახადი. არის მთელი რიგი პრობლემები, ჩვენ ამას ყველაფერს კომპლექსურად ვსწავლობთ. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა რეგლამენტზე და სტანდარტების ჩამოყალიბებაზე ჩაიში. კოოპერატივებს აქვს დავალებული სპეციალური პროგრამის გაკეთება, სადაც ჩვენ კოოპერაციული მოძრაობით შევეცდებით ამ დარგის წამოწევას და იცით რომ ჩაი არის ძალიან კარგია რომ ეხლა კომერციული ინტერესი გაჩნდა, მაგრამ მაინც სოციალური თემა განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში და გვინდა რომ კოოპერაცია თავისი სიტყვა თქვას აქ და ჩვენ მზად ვართ რომ კოოპერაციულ მოძრაობას დავეხმაროთ. თქვენ იქ ახსენეთ საკმაოდ მაღალი თანხები 30-32,000 ესეთი თანხები ალბათ არ დაჯდება. კოოპერატივები შექმნილია, არის ერთად ადგილას მეორე დონის კოოპერატივიც, ამ ხალხს აქვს უკვე გამოცდილება, განსაკუთრებით ლანჩხუთი ბატონკოჩა, აი ეს თქვენ ეს თანხა ახსენეთ, მაგრამ აქ არის ერთი მომენტი, არის როდესაც საუბარია, თქვა იგივე სხვა ჯიშზე და ალბათ ჩაიზეც იგივეა, საუბარი, ნუ ჩვენ იგივე
ჩაი 150 წლის წინ რომ ჩამოვიდა, ალბათ საბჭოთა პერიოდის შემდეგ იქ არაფერი განახლება არ მოხდარა, ხო ეს არის ძველი მოდელებული, მათ თავში აქ გარკვეული პრობლემებია და ალბათ მოითხოვს ეს პლანტაციები აღდგენას, განახლებას, ან საერთოდ ახალი ჯიშის ბუჩქების და განვითარება საქართველოში და ამავდროულად ისიც არის რომ თქვა ისაც 150 წლის წინ იყო თქვა პოპულარული ჩვენი იმისი არ იყოს ციტრუსების რომ მაგალითად თითქოს ასე მოძველებული ჯიშები გვაქვს თითქოს ბაზარზე ხო? კი, ჩვენ იქაც ვხვდით. ანუ იქაც უნდა მოხდეს განახლება, ალბათ ჩაიშიც იგივე პრობლემა არის, თუმცა ყველაფერში დანერგე მომავალი ეს პროექტი მაგალითად აქ ჭირდება უკვე იმ ქვეყნების გამოცდილება, იმ ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობა, სადაც ჩაი არის ჩაულებრივი, არ უჩვენს ყურძენია, ვაზია, ისე არის მათთვის ჩაი მაგალითად. აი საერთოდ ჩინეთთან ჩინეთი ვახსენე მე და რეალურად რა იგულისხმება, რა იგეგმება ჩინეთიდან აი ამ თვალსაზრისით თანამშრომლობის. კი ბატონო, მოგახსენებთ, მე ეხლა ზუსტად მაგ ფორმატის გაშლა მინდოდა რა მიმართულებები მწვანე ჩაიზეა ძირითადად ხო? კი, მწვანე ჩაი, საერთოდ საქართველოს ითვლება რომ საქართველოს უნდა აწარმოოს უმეტესად მწვანე ჩაი. სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იმყოფებოდა 2 კვირის წინ ჩინეთში. გახსოვთ თქვენ 2 თვის წინ იყო ჩინეთის მინისტრი აქ ჩამოსული. ეს მიუთითებს რომ ესე სწრაფად 2 შეხვედრა, მიუთითებს რომ ეს არ იყო უბრალოდ რაღაც ჩვეულებრივი ვიზიტი, გასეირნება ან ჩინეთის მხრიდან, ან ჩვენი მხრიდან. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროგრამა, კონკრეტული თემატიკა და ჩინელები მზად არიან რომ დაგვეხმარონ ჩვენ ერთ-ერთ მიმართულებად მე ახლა უბრალოდ პროგრამის ფორმატის გაშლა მინდოდა ერთ-ერთ მიმართულებად ჩვენ გვაქვს კვლევა ბაზრის ხარისხობრივი ახალი ჯიშები ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მუშაობს ამ თემაზე და აქვს კონკრეტული დავალება რა თქმა უნდა ჩვენ ვივლით განახლების გზაზეც თუმცა ამ ეტაპზე უფრო დიდი მოცულობის სამუშაოები ჩატარდება ალბათ იმპლანტაციების გადარჩენაზე რომელიც გვაქვს და იმპლანტაციებში აბსოლუტური უმრავლესობა არის ჯანსაღი, საერთოდ ძლიერი მცენარეა და თქვენ ახსენეთ ახლა რომ შეიძლება 100 და 150 წლის წინ არის შემოსული, მაგრამ ის რაც თუნდაც 30-იან წლებში არის შემოსული და რამოდენიმე ჯიშია და გახსოვთ ეს ცნობილი ამბავია დეტექტიური ისტორია. დეტექტიური ისტორია. ისე ხო შეიძლება მაგის პოპულარიზებაში შეიძლება ფილმიც გადაიღო. კი და იცით თავიდან რაღაც ცოტა ისე სკეპტიკურად უყურებდა ხალხი რომ რა გვინდა ამდენი ჩაი, ამდენი ციტრუსი, ამდენი ყურძენი. საბოლოო ჯამში მაინც იქით მივდივართ რომ ქვეყანას უნდა კონდეს საექსპორტო პროდუქციის პოტენციალი. ეს პოტენციალი საქართველოში არსებობს. ძალიან კარგია რომ ესეთი დარაიონება თავის დროზე იყო და ციტრუსიც, ჩაიც, ყურძენიც, ხილიც შიდა ქართლში ყველა დონეზე ესე თქვა შესწავლა, ყველანაირი შესწავლიდან მიღებულია ასე თქვა შედეგი, რომ შიდა ქართლი არის ხილის ასე თქვა დავარქვათ საუკეთესო ჯიშების სამშობლო. ძალიან გემრიელი გამოდის და ვაშლი რატო? ამას უწყობს ხელს პირველ რიგში ნიადაგი, ის ნიადაგი რომელიც შიდა ქართლშია და მიკროკლიმატი. მიკროკლიმატი მაღალი ტემპერატურა დღის განმავლობაში, შემდეგ ზამთარში, შემდეგ ღამე სიცივე, ეს ეგრეთ წოდებული ტემპერატურის ვარდნა ეს მოქმედებს განსაკუთრებულად და ესეც გარკვეულწილად იმ ტერიტორიის ესე ვთქვათ პლუსია, ხო? ასე რომ ჩვენ ის რაც გაგვაჩნია, იმას უნდა მოუვაროთ, ეს ჩაი იქნება, ეს ციტრუსი იქნება, ეს ასე ვთქვათ გეოგრაფიული სიკეთე უნდა მაქსიმალურად იქნას გამოყენებული. ჩვენ რამდენიმე წუთი დაგვჭირა ხო და მინდა გავუცლებთ ეს კითხვა დაგისვათ, როცა საუბარია მაგალითად იგივე ხილზე, იგივე ღვინოზე და ყურძენზე და ასე შემდეგ, ხო, იქ მეტაკლებად წარმოდგენილია ის ბაზრები, სადაც ეს პროდუქტი გადის. ანუ ჩვენ ფაქტობრივად ვეხმარებით დარგს, მაგრამ ის დარგი პრინციპში ან უკვე მოძებნილი აქვს თავისი ბაზარი, ან ყოველ შემთხვევაში თავიდან არ ეძებს ბაზარს ესე თქვა და მოხარებას. როცა საუბარია ჩაიზე, როცა თქვა დღეს თითქმის საქართველოს დარაგა
თავისი საქართველოს ჩაიმ დაკარგა თავისი ბაზარი S1 და მაგრამ სოფლიო ბაზარზე არიან სხვა დომინანტები, ვთქვათ, ეგრე ჩინეთი, ცეილონი, ვთქვათ. ინდოეთი თავისთავად და ასე შემდეგ სხვა ქვეყნები. რეალურად რა უნდა იყოს ქართული ჩაის ნიშა და რამდენი უნდა ვაწარმოოთ ასეთ რომ არ მოხდეს აი ჩვენი ახლა უკაცრავად საზამთროსა და ნეშვის ძაგლობლები ფერმერები რო ამბობენ ახლა ძალიან ბევრი მოსავალი მოგვივიდა და არ ვიცი სადაც წარმოგვიდგენთ ჩვენი პროდუქცია. ანუ რეალურად რომ არ მოხდეს რაღაცა ძალიან ზედმეტი პროდუქციის წარმოება, რომელიც აბულჯავის დააგდებს. კი ბატონო, იცით ეს საკმაოდ არაერთი ვახსენეთ, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ჩვენ არ ვაპირებთ უცბად და ამის საშუალებაც არ არსებობს, ვერც ბიზნესი მოყვება ამაში და ვერც სახელმწიფო მიიღებს ასეთ ვერ გაიღებს ასეთ სახსრებს, რომ ჩვენ უცბად შევქმნათ გრანდიოზული პროდუქცია და მე დავიწყოთ ამაზე ზრუნვა. ჩვენ ეტაპობრივად უნდა მივყვეთ ამ პროცესს. შიდა ბაზარი ფაქტიურად 70-80% დაკავებული აქვს სხვადასხვა ბრენდებს და აქ პერსპექტივა ნამდვილად გვაქვს. მე იცით ეს რომ იყოს ის ჩაი, რომელიც არის ასე ვთქვათ გამორჩეული გემოსი და გამორჩეული პროდუქტი ყველა აცხადებს თავის სამზარეულოებში თუ სამზარეულოების გარეთაც რომ ეს არის საღებავი სხვადასხვა უცხოური ჩაი. მე მაგალითად მე და ჩემი მეგობრები და ძალიან დიდი წრე ხმარობს მხოლოდ ქართულ ჩაის. ძალიან ბევრი ნიუანსებია ამ ჩაის დაძველება ხდება, მე ჩამოწერა ხდება, მე ძალიან დაბალ ფასში. ჩვენ ახლა სრულ სურათს სწავლობთ, საიდან შემოდის, რა ფასებში შემოდის, როგორ შემოდის, ვინ როგორ ხმარობს, რომ რეალურად სრულად გავიაზროთ რასთან გვაქვს საქმე და გვაქვს სრული სურათი. ასე რომ პერსპექტივა იმისი, რომ ჩვენ შიდა ბაზარზე დავმაგდეთ, ნამდვილად არის ჩვენი ორგანიზაციები. გეოპლანტმა აწარმოეს საქართველოს პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ მიიღო 7 წლიანი 1%-იანი სესხი. მე დავათვალიერე ეს ქარხანა, ეს იქნება ძალიან მაღალი სტანდარტების და აკმაყოფილებს ეს თქო ყველაზე მაღალ სტანდარტებს. სადღაც აგვისტოს ბოლოს ალბათ სექტემბერში გაიხსნება ეს ქარხანა. ეს მნიშვნელოვანია. ესეთი მოთამაშეები, დიდი და საშუალო მოთამაშეები ჩვენ ყველასთან კავშირი გვაქვს. ვიცით ვინ რას აპირებს, როგორ აპირებს. არ არის ეს უიმედო თემა, ან ჩვენ რო რაღაც ძალათი მოვინდომოთ და გავაკეთოთ. ძალიან დიდი სურვილი აქვს ხალხს, ძალიან დიდი მოთხოვნა, ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილები და მე მოვნახე ადამიანები, რომლებიც თავისივე ხარჯით დაიწყეს პროცესი. თვითონვე ააშენეს ქარხანა, მინი ქარხნები და ძალიან მაღალი ხარისხის ჩაის უშვებენ. და იცით რაღაც მომენტი მოვიდა ისეთი რომ იმდენად ასე ვთქვათ ხარისხი დაკარგა იმ ჩაიმ, ჩვენ რომ ბრენდი გონია ზოგიერთები და გრძნობთ ჩვენ რომ იქ ჩაი აღარ არის უკვე და იმდენად დაბალი ხარისხის არის რომ ქართული ჩაი ნამდვილად იმასთან შედარებით ის იმ ფაბრიკების აი რომელიც მე ვახსენე რამოდენიმეა სულ ბევრად უკეთესი ხარისხისა და თქვენ გრძნობთ რომ იქ ჩაია და ბატონო კიდევ უკვე რამდენი წუთი დაგვჭირდა და ეს მინდა გითხოთ აი თქვენ აზერბაიჯანის ჩაი ახსენეთ ხო ეს არის იაფასიანი სეგმენტი ესე ვთქვათ სადაც ну შეიძლება საღებავია შეიძლება მეთოდის კიდე რა არის იმდგარეული მაგრამ ქართული ჩაი ფასით ვერ უწევს მას კონკურენციას ანუ ფასი ისეთ ქვეყანაში როგორც საქართველოს განსაკუთრებით იმ სეგმენტში სადაც ჩაის მოიხმარენ დიდი რაოდენობით ფასი არის მნიშვნელოვანი სამწუხაროდ ქართული ჩაი ცოტა ძვირია კი ბატონო ჩვენ ვახსენეთ რომ მოსავლიანობა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა როცა შეიძლება მიიღო გექტარზე 5 ტონა და იღებ 1 ტონას, რომ გასაგებია იქ რასთან გვაქვს საქმე და შესაბამისად ის გაცილებით ძვირი დაждდება. ამ კუთხითაც იქნება ძალიან კონკრეტული მიზანმიმართული მუშაობა, მაგრამ რეკლამა და ის პოპულარობა და ის პლუსები, რაც ქართულ ჩაის არის, ამაზე სერიოზულად სამუშაოა. თვითონ ჩვენი მიდგომა, თვითონ ჩვენი პროგრამა ყველაფერს ითვალისწინებს და თქვენ ნახავთ, რომ ჩვენ თანმიმდევრულად ამ პროცესს მივიყვანთ იქამდე რომ საქართველოში ქართული ჩაი იწარმოება კიდეც და დაფასდება კიდეც ეს არის ჩვენი მიზანი ამას არ უნდა ძალიან დიდი პერიოდი და იმედი გვაქვს რომ აი ძალიან მოკლე დროში
გეოპლანტის დონის მოთამაშეები, საშუალო დონის მოთამაშეები, კოოპერატივები, რომლებიც გზად არიან, რომ აწარმოონ და თვითონ გამოუშვენ. თქვენ თვითონ ნახავთ, რომ მოიმატებს ქართული ჩაის რაოდენობა. თუ გვაქვს ჩვენ დრო, მე მინდა ატამზეც საერთოდ აღარა გვაქვს დრო და ატამზე მოგიწევთ უკვე შემდეგ. ატამი მთავრდება და უბრალოდ მინდოდა რომ საერთოდ ატამი ჩაიმ შეჭამა ატმის დრო და შეგიძლია ხო რა გემშვიდობოთ და ერთმანეთს შევხვდებით ხვალ დროებით.